ბათუმშიც მსვლელობით და პარაკლისით აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დამშობლების პატივისცემის დღე. ბათუმიდან ახლა ჩვენი ჟურნალისტი მერაბ წულუკიძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ნინო, ჩვენ ახლა ბათუმის განმათავისუფლებელთა საფლავზე ვიმყოფებით, სწორედ აქ მიმდინარეობს პარაკლისი, რითაც დასრულდება დღევანდელი დღის აღნიშვნა. აქ საზოგადოებასთან ერთად იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც, პარაკლისს ესწრება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. დღეს 3:30-ზე დაიწყო მსვლელობა ბათუმში. მსვლელობა დაიწყო ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან. წელს მეორედ იმართება ეს ამ დღესასწაულის აღნიშვნა, ასე ვთქვათ. და შეიძლება ითქვას, რომ წელს გაცილებით მეტი ხალხი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ძალიან ცხელა ვიდრე გასულ წელს. აქ შეკრებილები და მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ ოჯახური სიწმინდე არის მთავარი ღირებულება, რაზეც უნდა იდგეს სახელმწიფო, ამიტომ ისინი აცხადებენ, რომ ეს დღე არის მათთვის მნიშვნელოვანი. უკვე 10 წელია, რაც ჩვენმა უწმინდესობამ ოჯახის სიწმინდის დღე აკურთხა და აწესა და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. მე ვუსურვებდი ყველა ოჯახს, რომ მეტი სიწმინდე ყოფილიყოს, მეტი სიმტკიცე და მეტი პატივისცემა ქონებოდეთ ყველა ჩვენგანს ოჯახისადმი და მშობლებისადმი. პირადად ჩემთვისაც და მე მგონი დიდი უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და საერთოდ ქრისტიანული სამყაროს, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ერთიანობის დღეა. ვიცი, ყველა ქართველს ულოცავ ამ დღეს და მრავალი ასეთი დღესასწაული, ერთიანობა, სიყვარული და ულოცავ მთელ საქართველოს ამ კარგ დღესასწაულს. ჩემი აზრით, საქართველოსთვის და ჩემთვისაც ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახის სიწმინდის დღე არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და აკადემიის სტუდენტებს მიუთითებ და სხვა სტუდენტებსაც რომ გამოვიდნენ ესეთ მნიშვნელოვან დღეს და ერთად ვიტყვით. როგორც გითხარით, ჩვენ ბათუმის განმათავისუფლებელთა საფლავებთან ვიმყოფებით, სადაც უკვე მეორე წელია მთავრდება ეს დღესასწაული პარაკლისი. პარაკლისი გადაიხადეთ წელსაც და როგორც ვხედავ, ამ წუთებში უკვე დასრულდა. მადლობა მერაბ, ბათუმიდან პირდაპირ ეთერში ეს იყო მერაბ წულუკიძე.